მოგესალმებით ჩემო ძვირფასო YouTube მაყურებლებო. მე ლაშა გურგენიძე ვარ და ეს ქართული ამბებია. მადლობა კროკოს გვერდში დგომისთვის. მადლობა თქვენ აქტიურობისთვის, თბილი კომენტარებისთვის და ვიდეოს მოწონებისთვის. დღესაც მშვენიერი ქართული ამბები მოგიმზადეთ. როგორ გადაურჩა აკაკი ციხეს? სამწუხარო ამბავია ის, რომ ჩვენს დიდებულ და გამოჩენილ მწერლებს ძირითადად რუსეთის მმართველობისას მოუწიათ მოღვაწეობა. შესაბამისად, მუდმივად უწევდათ ცენზურის დაცვა, რომელსაც მკაცრად აკონტროლებდნენ. მწერლები და საზოგადო მოღვაწეები იძულებულები იყვნენ შეფარული ტექსტები ეთქვათ თუ დაეწერათ. ირიბად ეკრიტიკებინათ დამპყრობლები ისე, რომ ვერ მიმხვდარიყვნენ. თუმცა ხანდახან მოთმინების ფიალა ივსებოდა და ამოხეთქავდა თავისუფლების წყურვილი. მე-19 საუკუნის მიწურულს ქუთაისში დაგეგმილი იყო საზეიმო საღამო, რომელიც საქართველოს ისტორიული ბედკრულობისა და მომავალი იმედების განხილვას ეძღვნებოდა. დარბაზი სავსე იყო ინტელიგენციით, თავადაზნაურებითა და სტუდენტობით. მთავარი გამომსვლელი თავად აკაკი წერეთელი უნდა ყოფილიყო. იმ პერიოდის რუსული ცენზურა უკიდურესად მკაცრი იყო და აკაკის თითოეულ სიტყვას ცენზორები თვალყურს ადევნებდნენ. მას ეკრძალებოდა საჯაროდ პოლიტიკური მოწოდებების გაკეთება. საღამოს დაწყებამდე 1 საათით ადრე ცენზორმა აკაკის გადასცა სიტყვის ტექსტი, რომელიც წინასწარ ჰქონდა მომზადებული და დამტკიცებული. ეს იყო მშრალი და უფერული, სრულიად არაფრის მომცემი ტექსტი. აკაკი მუღიმღამოდ წაიკითხა, გაიღიმა, თავი დაუქნია ცენზორს და საღამოს დაწყებას დაელოდა. ვითომ მოეწონა ცენზორის მიცემული ტექსტი. თუმცა დარბაზში შესული პოეტი, როგორც კი კათედრას მიუახლოვდა, ცენზორის მიერ დამტკიცებული ქაღალდი პიჯაკის შიდა ჯიბეში ჩადო და სრულიად სხვა, გულში დამალული ტექსტის თქმა დაიწყო. ცენზორს სახე ეცვალა აკაკის ამ საქციელზე. თუმცა მაინც იმედოვნებდა, რომ აკაკი მაინც მის სიტყვებს ილაპარაკებდა ოღონდ თავისი სიტყვებით. ეგღა აკლდა აკაკი წერეთელს, რომლის კალამსაც უამრავი შედევრი უკავშირდება, ვიღაცის დაწერილი ტექსტი წაეკითხა. მგოსანმა საოცარი მჭერმეტყველებით, ალეგორიებითა და მეტაფორებით ილაპარაკა საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ხალხის ერთიანობასა და სამშობლოს სიყვარულზე. დარბაზი სუნთქვა შეკრული უსმენდა. ცენზორი, რომელიც პირველ რიგში იჯდა, გაოგნებული და უხერხული გრძნობდა თავს. მან ხომ იცოდა, რა ტექსტი ჰქონდა დამტკიცებული, მაგრამ აკაკი ისეთი პათოსით საუბრობდა, რომ ვერ შეაწყვეტინა. შეწყვეტა, რა თქმა უნდა, ხალხის ამბოხს ნიშნავდა. მწერალმა რასაკვირველია გაიაზრა, რომ ეს საღამო მისთვის შეიძლება ციხი დასრულებულიყო. მაგრამ მან მოახერხა ისეთი რამ, რაც იმ დროის ქართველ დიპლომატებსაც კი გაუჭირდებოდა. ახლა გეტყვით, რაში იყო საქმე. აკაკიმ კი წარმოთქვა პატრიოტული სულისკვეთების სიტყვები, თუმცა ისე, რომ ფორმალურად კანონი არ დაურღვევია. შინაარსით კი ნამდვილად გააცურა ცენზურა. საღამოს შემდეგ ცენზორმა და მისმა ქვეშევრდომებმა აკაკი დაიბარეს დასასჯელად. თუმცა კონკრეტულად ვერაფერზე მოედავდნენ. ასე მოხერხებულად გადარჩა აკაკი რუსულ ციხეს. არარსებული ქვეყნის ელჩი. ამ ამბავში ერთ ისეთ ქართველზე უნდა მოგიყვეთ, რომლის ამბავიც ნამდვილად ღირს, რომ ფილმად გადაიღო. ხარიტონ შავიშვილი, კაცი, რომელიც 13 წელი იყო იმ ქვეყნის ოფიციალური ელჩი, რომელიც რუკაზე საერთოდ არ არსებობდა. ხარიტონი ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა რევოლუციურ საქმიანობაში ჩაება. აქ გაიცნო სოციალ-დემოკრატები, ნოე და ისიდორე რამიშვილები და სხვები. ის მალევე დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. ციმბირიდან გაქცევა ხომ წარმოგიდგენიათ, რაც იყო? ხო და ხარიტონი გაიქცა. მთელი რუსეთი გაიარა, გადავიდა პოლონეთში და ბოლოს შვეიცარიაში აღმოჩნდა. იქ გაიცნო ლენინი. მოგვიანებით კი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩაერთო დიპლომატიურ საქმიანობაში. ჯერ ბერნში იყო, ხოლო მოგვიანებით გადავიდა ჟენევაში და ერთა ლიგაში იყო საქართველოს რესპუბლიკის ელჩი. სწორედ აქ მოღვაწეობდა ხარიტონი, როცა 1921 წელს წითელმა არმიამ საქართველო დაიპყრო. ქვეყანა ოკუპირებულია. მთავრობა ემიგრაციაშია გაქცეული. ფული არ არის, სტატუსი დაკარგულია. რასიზმ და ჩვეულებრივი კაცი წავიდოდა სადმე პარიზში და დაიწყებდა ახალ ცხოვრებას. მაგრამ არა, ხარიტონმა თქვა, სანამ ერთა ლიგა არსებობს, საქართველოც იარსებებსო. ხო და დარჩა ჟენევაში. თავისი ხარჯებით ხშირად მშიერი და დაგლეჯილი ფეხსაცმელებით დადიოდა სხდომებზე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა აღარ არსებობდა.
მაგრამ ელჩი მაინც ყავდა გაეროს წინამორბედ ორგანიზაციაში. ყველაზე მაგარი კიდევ ვიცით რა არის. საკუთარი ხარჯებით აბეჭდინებდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის პასპორტებს და ევროპაში გაქცეულ ქართველებზე არიგებდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შვეიცარიის პოლიცია და ერთა ლიგა კი ამ პასპორტებს ოფიციალურად ცნობდა. წარმოიდგინეთ, რამხელა დიპლომატიური ნიჭი და პიროვნული ავტორიტეტი ჰქონდა ამ ერთ კაცს. უზარმაზარი საბჭოთა კავშირის პროტესტისა და მუქარის მიუხედავად. ამდენი წლის განმავლობაში ჟენევის ცენტრში საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის საელჩოს აფრიალებული დროშის ჩამოხსნას ვერავინ ბედავდა. ასეთი ჯიუტი და მაგარი ხალხი ყავდა. ეს არის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ამავდროულად ტრაგიკული გვერდი. ხარიტონ შავიშვილი იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისთვის და აქვეყნებდა დოკუმენტებს, რომლებიც ამხელდა საბჭოთა ოკუპაციას. მისი არქივი, რომელიც ჟენევაში იყო დაცული, ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩამოიტანეს. ეს ადამიანი არის ნამდვილი გმირი და დიპლომატიის ნიმუში. ოთარ მეღვინე-თუხუცესი სასტუმროში. ამ ამბავში ოთარ მეღვინე-თუხუცესი უნდა გავიხსენო. ლეგენდარული ქართველი მსახიობი, რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით. შესანიშნავი სასცენო თუ კინოროლებით. ოთარ მეღვინე-თუხუცესი იყო მსახიობი, რომლის პერსონაჟებიც ხშირად უფრო ძლიერი იყვნენ, ვიდრე რეალური ადამიანები მის ირგვლივ. ერთხელ გასტროლების დროს მოსკოვში სასტუმროს ადმინისტრატორმა უარი უთხრა ოთარს მისთვის კუთვნილ ნომერზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯავშანი ჰქონდა, ადმინისტრატორი არაფრით არ აძლევდა ნომრის გასაღებს. მიზეზს რომ ეკითხებოდა ოთარი, რაღაც სისულელეებს პასუხობდა, ზემოდან არაა თანხმობა და რაღაც ასეთ რაღაცეებს. რა უნდა ექნა ოთარს? არაფერმა გაჭრა. სამწუხაროდ ვერც მსახიობობა მუშველა. ადმინისტრატორი საერთოდ ვერ ცნობდა ჩვენს სასახელო მსახიობს. ოთარი რომ დაიღალა კამათით, დანებდა. მისაღებში ჩამოჯდა და მოიწყინა. მერე ერთი უცნაური იდეა დაებადა. დაიწყო თავისი ტექსტების მოყოლა სხვადასხვა სპექტაკლებიდან. გარშემო მყოფებმა ნელ-ნელა იცნეს და მის გარშემო შეიკრიბნენ. შემდეგ გადავიდა იმპროვიზაციაზე. მან ხმამაღლა, თეატრალური პათოსი დაიწყო მონოლოგის კითხვა და ისეთი ემოციით საუბრობდა, რომ სასტუმროს ჰოლში ყველა გაჩუმდა. ადმინისტრატორი, რომელიც თავიდან უხეშობდა, გაოგნებული უყურებდა მას. როცა მორჩა მეღვინე-თუხუცესი ერთი მსახიობის წარმოდგენას, მისაღებში ტაშმა იფეთქა. რამდენიმე წუთში ოთარი ისეთი ავტორიტეტი გახდა, რომ ადმინისტრატორმა თავად მოიტანა ნომრის გასაღები და ბოდიშის მოხდით თხოვა ოთარს თავის ნომერში ასვლა. ოთარმა ხალხს თავი დაუკრა, შვიდად გამოართვა გასაღები და თავის ნომერში ავიდა. დღეისათვის სულ ეს იყო. დაგვიწერეთ კომენტარები თუ მოგეწონათ. აუცილებლად გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო. მადლობა თქვენ და მადლობა კროკოს. დროებით.